სამ სხვადასხვა ლოკაციაზე შეხვედრა. აქ არის წარმოდგენილი სამთო აღჭურვილობა წარმატებით. მაგალითად ეხლა ეს ორივე გაცემის რეჟიმზეა. როგორც ჩავთვალ არის ისე პატარა სიმაღლე არის. იმიტომის ეფექტი არის ჩვენი ასე ვთქვათ საქმიანობა. გამარჯობა. Შემოაჯარის კაცები! შემოაჯარის კაცები! მოდიარა ის წარმოადგენს ძალიან ეფექტურ ხელსაწყოს. სამთვიანი, ოთხთვიანი ასტავკაფო ისეთი რომ ყველას ენერგია რომელიც აუცილებლად დამოგადგება წარმატებული რო იქნებით. ეს ძალიან გამოცდილი ადამიანები არიან, ბევრი რამ იციან და ბევრ რამის გასწავლიან. დღეს ვიმყოფებოდი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, გავეცანი მათ ინფრასტრუქტურას, საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობს აქ სწავლება, ერთ-ერთი გამორჩეული ბაზა არის ჩვენი თავდაცვის ძალების და მოხარული ვარ, რომ ასევე მქონდა შესაძლებლობა ჯარის ბანაკის მოზარდებთანაც მქონოდა შეხვედრა, ერთ-ერთი წარმატებული პროექტია განათლების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტი და მოხარული ვარ, რომ დღეს ეს შესაძლებლობა გააჩნია ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თავდაცვის ძალებს, რომ ჩვენი სამხედროები ემზადებიან მაღალ დონეზე, სტანდარტი საკმაოდ მაღალია ამ კუთხით და ასევე სასიამოვნოა, რომ ჩვენი ახალგაზრდები უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან ჩვენი სამხედრო სწავლებით და მომავალში დარწმუნებული ვარ, ისინი იქნებიან სრულყოფილი მოქალაქეები ამ ცოდნასთან ერთად. პრეზიდენტი იმყოფებოდა საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. ეს არის მნიშვნელოვანი დაწესებულება, მნიშვნელოვანი სასწავლო ცენტრი თავდაცვის ძალების შემადგენლობაში. ჩვენ ძალიან ინტენსიური დღის წესრიგი გვაქვს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. აქ გვაქვს სხვადასხვა კურსები, რომლებსაც იყენებენ როგორც თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა უწყებებიც არიან ჩართულები. ამას გარდა ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უკვე მეორე წელია მას ვინძლობთ ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს ჯარის ბანაკის ფარგლებში და მათთვის ძალიან საინტერესო დღეები მიმდინარეობს საჩხერის სკოლაში. ძალიან სასიხარულო იყო ახალგაზრდებისთვის პრეზიდენტის ვიზიტი, მათ ძალიან გაუხარდათ პრეზიდენტის აქ ჩამოსვლა, მათ ჰქონდათ საშუალება რომ გასაუბრებოდნენ მას, ესაუბრათ სხვადასხვა საკითხებზე და რა თქმა უნდა ჩვენ მათ უსურვებთ წარმატებები და თითოეული მათგანს წარმატებული მომავალი.